სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არ სხმართ. ამას დაიყოს. გვიახლოვდება წმინდა დიდი მარხვა, რაღაც 10 დღის შემდეგ დაიწყება და გვიახლოვდება ესე იგი ხვალ კვირას იქნება საშინელი სამსჯავროს ხსენება. ესე ეწოდება ამ კვირას და დღეს შაბათს საშინელი სამსჯავროს ხსენების წინა დღეს სახარებაში ჩვენ აღმოვიკითხეთ ადგილი თუ რა უძღვის წინ ამას, ანუ მეორედ მოსვლას. საშინელი სამსჯავრო ნიშნავს ქრისტედ მეორედ მოსვლას და აი წინ რა იქნება ამის წინ. რა იქნება და ძალიან დიდი და ბევრი განსაცდელი. აი ამას გვაფრთხილებს უფალი გვიყვება, რა თქმა უნდა იგაურად, ხა ყველაფერს წინასწარ ზუსტად ვერ გვეტყვიან, მაგრამ იქნება ბუნების მოვლენები რაღაცა ძალიან მძიმე, იქნება არეულობა, იქნება შფოთი და კიდევ იქნება ბევრი ცრუ წინასწარმეტყველი მოვა და იტყვის რომ მე ვარ ქრისტე. და რატო გვეუბნება სახარება ამას დღეს, რატო გვასწავლის ასეთ რამეს, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ხშირად ვიკითხოთ სახარება, ყოველდღე უნდა ვიკითხოთ და უნდა მოვემზადოთ ამისთვის. და უფალი გვეუბნება რომ არ შეცდეთ, არ გეგონოთ რომ დაიწყო. ანუ ესე იგი უფლის მოსვლა ხო ძალიან დიდი მოვლენა იქნება და ძალიან სრულებით უჩვეულო და აი ჩვენ რაღაცად უნდა მოვახერხოთ და არ გვეგონოს რომ უკვე მოვიდა. როგორ უნდა მოვახერხოთ ეს არის ყველაზე რთული. ერთი ის რომ უნდა გჯეროდეს რომ უფლის მოსვლა არაფერში არ აგვერევა, იჭვი არ იქნება რა, აი მოვიდა თუ არ მოვიდა, ასეთი იჭვი არ იქნება, აი მოვა და დამთავრდება ყველაფერი, იქნება რაღაცა განსაკუთრებული გამოჩნდება ზეცაზე ჯვარი მთლიანად და მოვა უფალი, მაგრამ აი მანამდე იქნება ისეთი მოვლენები რომ გვეგონება რომ მოვიდა უკვე. ხო და აი ამას გვაფრთხილებენ რომ პანიკაში არ უნდა ვიყოთ. ესე იგი ეს არის ყველაფერი ის რომ ადამიანი მღელვარებაშია, ადამიანი ეს პანიკა რას ნიშნავს რომ ესე იგი აბსოლუტურად არეული აქვს, ესე იგი ადამიანს არეული აქვს, აღქმის უნარი არ აქვს და შფოთი აქვს და რითი უნდა გადავლახოთ ეს რითი. ჯერ ერთი იმითი რომ გვაფრთხილებენ სახარებაში რომ ესე იქნება და ეს უნდა ვიცოდეთ კარგად და მეორე იმითი რომ იმ სულელი ქალწულების მსგავსად ქრისტე რომ მოვიდა და მე რომ დაიწყეს ზეთის ზებნა, ესე არ უნდა მოვიქცეთ. ჩვენ უნდა თადარიგი დავიჭიროთ. როგორ დავიჭიროთ თადარიგი? ამას ხვალინდელ სახარებაში წავიკითხავთ. რა სათნოებები უნდა ავასრულოთ ჩვენ მიწიერი ცხოვრებისას. აი რა არის აუცილებელი და არაფერი ისეთი განსაკუთრებული, ყველა ვიცით რაც უნდა გავაკეთოთ ეს. მოწყალება უნდა ვაგროვოთ, აი მოწყალების საქმეები უნდა ავასრულოთ, იმიტომ რომ ზეთი რომელიც ბრძენმა ქალწულებმა ლამპარში ჩაასხეს, ეს არის აი სწორედ ზეთი მოწყალების სიმბოლოა და მოწყალების საქმე უნდა ავასრულოთ, უნდა ვიცხოვროთ ქრისტიანულად და მაქსიმალურად ვეცადოთ რომ არ გავფლანგოთ დრო ამავებას. აი ამის შესახებ არის დღევანდელი სახარება, ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არსხი.